შეეროდეს ახლა ამას რო უყურებთ დედას გიფიცებით. კიდევ ერთხელ გაუმარჯო საბარაშები როგორ ახართ ჩემო საყვარლებო. ძალიან დიდი მადლობა თვითონ თქვენთაგანს უტკბილესი უმაგრესი სიტყვებისთვის რა. აი მართლა ჩემი გულები აავსეთ თავიდან ბოლომდე სავსე ვარ თლიანად. მოტივირებული და ყველაფრის გაკეთების ხალისზე რა ვთქვი. აქედან გამომდინარე კიდევ ერთ უმაგრეს ციხეს უნდა ვესტუმრო, ბესორას ციხეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია კატალონიისთვის. თავისი ადგილმდებარეობის გამო გადაყურებს თლიანად ამ ტერიტორიას ზემოდან. ეს ციხე გამოიყენებოდა გარშემო ტერიტორიების დაცვისთვის, ხებდა მონაწილეობას თითქმის ყველა აჯანყებაში, რომელ აჯანყებებსაც მოსახლეობა აწყობდა. ანუ პირველი წყაროები გვხვდება 1000 საუკუნეში, როცა ლაპარაკობენ ამ ციხეზე რა. და ძალიან მაგარი ლეგენდებია კიდე, რამაც დამაინტერესა. გაჩვენებთ ლეგენდასაც მოგიყვებით და ნენელა გზადაგზა ვილაპარაკოთ. ეს შემოგარენი ქალაქები, როგორც კი რაღაცაზე აჯანყებოდნენ, ციხე ეგრევე მხარს უჭერდა ყველაფერში. ბევრ ომში მიიღო მონაწილეობა ამ ციხის მოსახლეობამ. მაგარი რაც არის, რემენსის ომში მიიღო მე-15 საუკუნეში მონაწილეობა, რის შედეგადაც ნენელა ეს რახან არ ჩერდებოდა და სულ რაღაცას, სულ აჯანყებებში, სულ რაღაც ომებში იყო და ამბებში. და გამომდინარე განადგურებულია დღეს ისეთი პირვარდელი სახე რა თქმა უნდა არა აქვს და ვერც ექნება რა. განადგურებულია, მაგრამ მაინც ულამაზესია. მაგარ სტრატეგიულ ადგილზეა. ზღვის დონიდან არის 1092 მეტრზე. რომ მივართ, ყველაფერს გაჩვენებთ. დრონი მაქვს წამოღებული, კარგად დატენილი. წინაზეც ვიყავი აქ ამოსული, მაგრამ ვერ გადავიღე წვიმდა და ვერც დრონს გაუშვები. არ ვიცი ახლა ესე უნდა ავიდე, თუ ისე უნდა ავიდე. აი იმ ჭოჟვალზე უნდა ავიდეთ. თითქმის გამოვიარე. ძალიან დამღელი გზა არის, მაგრამ მე ყველაფერს შევძლებ თქვენი გულისთვის. შეხედეთ სად ვიმყოფები ულამაზეს ადგილზე ხალხო. არ ვიცი აქ გადასვლის უფლება თუ მაქვს, მაგრამ რავი, მე ვცდი რომ გადავიდე ყოველ შემთხვევაში. თუ არ მექნება გადასვლის უფლება, არც ეგ არ არის პრობლემა. მეტყვიან და წამოვალ უკან გამოვიქცე. ცხოველები არ შეაწუხოთო და ისეთ ადგილზე ვარ იმ სიმაღლეზე, იმედია ცხოველები მე არ შემაწუხებენ. ერთი ძალიან მაგარი ლეგენდა აქვს აქაურობას. თურმე ძალიან დიდ საგანძურს ინახავდა ეს ციხე, რომელსაც წლების განმავლობაში სულ ეძებდნენ. ერთ-ერთი შემთხვევა იყო, როცა ერთმა მეომარმა მიაგნო ამ საგანძურს და რომ შევიდა და დაინახა როგორი ულამაზესი იყო იქაურობა. დაენანა რომ რომელიმე მათგანისთვის ხელი მოეკიდა. ისე დალოქა როგორც იპოვა იქ ყველაფერი. დაკეტა და იძახიან, ლეგენდა არის რომ თურმე ისე ვისი არის დარეზერვებული ეგ საგანძური, იმის მე არავის არ მიუგნია. იმედია ჩვენ მივაგნებთ, აბა. მე ხა ჩემი მოტივი ეგ არის ხა საგანძურს რომ მივაგნო. ასილამაზე უნდა მომხიბლოს ეგეთი. ზუგზე რომ ვერ გადავიკიდო და წამოვიღო. მიკროფონები გამოვიწერე. მალე ჩამოვა, კიდევ გამოვიწერე სტაბილიზატორი მობილური, იმისთვის რომ ასე რომ დავდივარ და ტელეფონი რომ ქანქარებს. მე მიხარია, თქვენც ხო გიხარიათ ჩემი ახალი ამბები. ცოტა ბევრს ვლაპარაკობ, ხა ვიცი. ბესორას ციხე არის კატალონიაში. კატალონია. ან მაგარ ადგილზე მოვდივარ ხალხო. სტაბილიზატორი მჭირდება. აქ მოწავიდე ხა. მგონი სადღაცა გამოდივართ სამშვიდობოს. ნახეთ. რა მაგარ ადგილზე ვარ. მაგრა გართულდა გზა. დავიღალე. რო ვიცი რა მელოდება. ამ ვიდეოს გადაღების შემთხვევაში 5-მდეს გავივლი. წავედით. ამოვაღწიეთ მგონი. ციხე სიმაგრე აქეთო. ხუმრობ. შეხედეთ მეგობრებო. სად ამოვიდი. აკირა დავტოვე სახში, იმიტომ რომ აკირა ძალიან აქტიური არის. სულ დარბის მაგის გაჩერება არ არის. ცოტას დავათვალიერებ და შევუდგები საგანძურის ძიებას. იძახიან რომ ამ ციხის
დაბლა მიწაში არის სარდაფი, რომელიც გამოიყენებოდა აჯანყებების შემთხვევაში მთელი ამ ციხის მოსახლეობა რო ჩასულიყო და იქ შეეფარებინათ თავი. თურმე ერთხელ ძალიან დიდი არმია შემოსევია აქაურობას და მთელი მოსახლეობა ჩავიდნენ დაბლა. ლეგენდის თანახმად, რომ შევიდნენ და დაუწყეს ამ სარდაფს ძებნა ამ ჯარისკაცებმა, თითქოს გაქრა ეს სარდაფი. საერთოდ ვეღარ იპოვა, თითქოს დაიმარხაო. და ის ადამიანები, ვინც შიგნით იყვნენ, ისინიც იმ სარდაფთან ერთად დაიმარნენ. და იძახიან, რომ ხანდახან რო ამოხვალო და ყურს დაუგდებო ამ ადგილსო, შიგნით შეიძლება გაიგონო ამ ადამიანების ჩურჩულის ხმა. ვიძაბები ხა არ მინდა იქ რო შევარდნი, ჩურჩული გავიგო. ჯერ თავარ დარბაზში შევიდეთ. ესეთ ადგილებში რო შემოდიხარ, თითქოს ხალხი უნდა იყოს, ადამიანი. ეხლა ვარ სრულიად მარტო. სამარხებია რა ვიპოვე. თუ მჯეროდეს ეხლა ამას რო უყურებ. არის კიდევ ერთი შესასვლელი. მე მგონი ვერ გავეტევი, თუ კი კაცო რას ვერ გავეტევი. საკი კი არა. ხალხო. ძალიან მაგარ კასტიოს მივაგენ. მეგობრებო, აი ამ ძალიან მაგარი ადგილის ფონზე შემოგთავაზებს დრონის უმაგრეს კადრებს. რუბელი მოდის რაღაც ძალიან შავი იქიდან, არ ვიცი. თუ დაინახავთ და არ მინდა რომ წვიმა მომისწროს. და იმედია მოგეწონებათ. მზად ხართ? წავედით. ესე ჩემო მეგობრებო. იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ. ეს იყო ჩემი რიგით მეორე ვიდეო. აქაურის საგანძური ვერ ვიპოვე ოქროს სახით, მაგრამ სამაგიეროდ ვიპოვე უფრო მეტი საგანძური, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი არის ეს საქმიანობა. გამოდივარ აქ ვიდეოებს ვიღებ, შემოგთავაზებ ულამაზეს კადრებს და თქვენც რომ მოგწონთ ესეთ კარგ კომენტარებს რომ მიწევთ. მაგაზე დიდი საგანძური და მაგაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის არ არსებობს. ძალიან დიდი მადლობა თვითოულ თქვენთაგანს და თუ ეს ვიდეოც მოგეწონებათ, გამოიწერეთ არხი, ამ ვიდეოს YouTube-ზე დავდებ
პირველი იქნება, იმიტომ რომ რიგით პირველი ვიდეო მთლად ეგეთი კარგი ვერ იყო. ეს ვიდეო აუცილებლად ბევრად უკეთესი იქნება. დაწერეთ კომენტარი თქვენი აზრი, როგორ მოგეწონათ აქაურობა. ამოხვიდოდით თუ არა, ამ ადგილზე ნახავდით თუ არა ამ საოცრებას, დარწმუნებული ვარ. ესეთი ლამაზი ადგილი შეუძლებელია გამოხვიდე ამ სანახაობით დატკბე და არ მოგეწონოს. ძალიან ბედნიერი ვარ დღეს აქ ყოფნით. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურებდით. თუ გინდათ რომ გავაგრძელო ეს საქმიანობა, გამომიწერეთ და მე აუცილებლად ძალიან ბევრ ციხესიმაგრესთან მივალ, ბევრ მაგარ ვიდეოს შემოგთავაზებთ. წავედით, ახლა გავუყევით გზას, ჩავედით დაგლათორე. უკვე მაგრად აცივდა და უფრო აცივდება. ნახეთ რა ლამაზია აქაურობა მეგობრებო, სასწაულია. შეხედეთ უბრალოდ რა ლამაზია. ესე იგი მე ჩამოვდივარ და სხვები ამოდიან და მიხარია რომ მარტო არა ვარ, იმიტომ რომ მთელი გზა მეგონა რომ მარტო ვიყავ. ძირითადად მოხუცები ამოდიან, მე რამდენი ვიწუწუნე, ცოტა შემწვა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ მიყურებდით და არასდროს არ გაჩერეთ, ყოველთვის ნახეთ, ესტუმრეთ ახალ ადგილებს. თქვენ სულს აამაღლებთ, თქვენი სული მაღლდება, ის შვიდდება, ბედნიერდება და აი ამ ბედნიერებას და სიმშვიდეს მაგარს ვერაფერს ვერ განიცდით ამ ცხოვრებაში და ჩამოვახციე ხა ნენელა, აი აქ უკვე მოსახლეობა. შემდეგ ვიდეოში აუცილებლად შევხვდებით რიგით მესამე ვიდეოში. ჩაო!